Raga dagimalots da me zalien mezareba xolme, ai shemezareba xolme, damezareba xolme. Rom gamovedevno, gamovekido საქართველოს ბანდა ხელისუფლების ქართული ოცნების, რუსული ოცნების წარმომადგენელთა, ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებებს. ანტიდასავლურს იგივ, ანუ ანტიქართულს, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. იმიტომ რომ ერთმანეთს უსწრებენ და ასწრებენ. არ დარჩენილა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წოდებულ პარლამენტში, წოდებულში, არც ერთი დეპუტატი 99 ბანდიტიდან, რომლებსაც ერთხელ მაინც ანტიდასავლური განცხადება, იგივე ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება არ გაეკეთებინოს. მინისტრებიც და რასაკვირველი ეგრეთ წოდებული ელიტა ქართული რუსული ოცნების. ამ ელიტაში ერთმანეთს გაეჯიბრებიან ხოლმე პოლიტიკოსები, რომლების ბიზნა ივანიშვილმა ყველა დასვა, მაგრამ ესენი განსაკუთრებულად დასვა. მაგალითად, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მდინარაძე აღარ, იმიტომ რომ მას მაინც ეს თანამდებობრივი ჩარჩოები ზღუდავს, თუმცა როცა ის დეპუტატი იყო, არ ჩამორჩებოდა ხსენებულ ორეულს. ყაველაშვილი შედარებით იშვიათად, მაგრამ ყაველაშვილიც კითხავს დასმულ პრეზიდენტად წოდებულს. თუ მაინც და მაინც ორი ლიდერი აი ფინალში გასულები უნდა გამოკვეთოთ, რასაკვირველია ესენი არიან. ოდიშ ვიხდი ერთს, აგიბრუნდებით. ესენი არიან კობახიძე და ეს მეორე არის პაპუაშვილი. თუ გამარჯვებული უნდა გამოვავლინოთ, რასაკვირველია პაპუაშვილი. სხვა ფერები რო ამეღო ჯობდა ალბათ. მაგრამ არ ვიცი. ხო, მოკლედ კარგი, როგორც არის. ან სხვა ნივთი ავიღოთ. აი, პაპუაშვილი დაწინაურებულია და აგვარი ეს კობახიძე შედარებით ჩამორჩება ანტიდასავლურ განცხადებებში. ეს პაპუაშვილი ყოველდღიურად კი არა. დღეში ორჯერ საბჯერ გვაოცებს და რო გამოედევნო ამას ვამბობ, რო გამოეკიდო უბრალოდ სხვა საქმისთვის დრო არ დაგრჩება, დრო არ შეგრჩება. წარმოუდგენელია. ეხლა ისმის კითხვა, ვინ ავალებს შალვაია პაპუაშვილს ამგვარი განცხადებების გაკეთებას? თავისით მოსდის? თავისით მოუნდება ხოლმე? თუ ეს არის პარტიის სტრატეგიის ნაწილი, რომ სწორედ შალვა პაპუაშვილმა აიღოს საკუთარ თავზე ანტისახელმწიფოებრივი, ანუ პრორუსული, ანუ ანტიდასავლური განცხადებები, დარტყმები შესაბამისად, იერიშები მოიგერიოს და შესაბამისად საზოგადოებისათვის ყველაზე უფრო ამგვარი საზოგადოებისათვის, ვინც მას აკრიტიკებს, გამორჩეულად ანტიდასავლელ პირად მიიჩნეოდეს. მე პერსონალურად მგონია, რომ გამოგვივილის ხანი პერიოდი გამოხდება დრო, შალვა პაპუაშვილს აღმოვუჩენთ, რომ მის ოფისშიც კი საქართველოს პარლამენტად წოდებულ შენობაში მუშაობდნენ ივანოვები, პეტროვები, სიდოროვები პირობითი გვარით, ანუ FSB-ს თანამშრომლები. აგრეთვე ბიზნა ივანიშვილს და ზოგადად FSB-ს მგონია, რომ აქვს განსაზღვრული რაღაც ჩარჩო, ამ ჩარჩოში უნდა იმოძრაოს შალვაია პაპუაშვილმა. ანუ მან ყოველდღიურად ეს უთხრეს, მან ყოველდღიურად უნდა გააკეთოს ანტიდასავლური განცხადებები. კობახიძემ შედარებით იშვიათად უნდა გააკეთოს, პრემიერ-მინისტრად წოდებულია კაცი. მე მეზარება ხოლმე რაღა დაგიმალოთ, რომ რაღა დაგიმალოთ და შალვა პაპუაშვილისა და სხვათა კრიტიკაც. მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როდესაც ამ კრიტიკას უბრალოდ ვერ სცდები, რამდენადაც ხვდები, რომ ეს ტიპები რეალურ ზეგავლენას ახდენენ ქართულ საზოგადოებაზე. პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულია ტიპი და პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულ ტიპს რადგან სწორედ პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულია, მაინც ასე ვიტყვი, გარკვეული რაოდენობა ამორჩევლისა, განსაკუთრებით ცხადია ქოცი ამორჩევლისა, ხო, უჯერებს, მოსწონს, იწონებს და აი ამ ადამიანებისათვის ჩავწერ ამ ვიდეო ბლოგს, თუნდაც ერთი გზააბნეული ცხვარი რომ გადმოვიყვანო, სახჭკუაზე მოვიყვანო შალვა პაპუაშვილის მიერ გზააბნეული ცხვარი, ანუ ამორჩეველი ქართული ოცნებისა, უკვე დიდი ბიჭობა იქნება, უკვე კარგი საქმე იქნება.
თუმცა სიმართლე გითხრათ, ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ, რომ მომისმენენ, მაგრამ ან დამიჯერებენ, მაგრამ ცდილობა არ უნდა დააკნო. პაპუაშვილმა ბანდიტმა მორიგ ჯერზე თქვა შემდეგი რამ. ციტატა: არ მგონია, რომ ქართველი ხალხი მომხრე იყოს საბჭოთა კავშირში დაბრუნების, რასაც ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობა საკუთარი ქცევით გვაჩვენებს. ვიდრე ვიტყოდე იმას, რატომ არის ეს განცხადება აბსურდული, მანამდე შეგახსენებთ ანტალიის საერთაშორისო ფორუმზე გამოსულმა ირაკლი კობახიძემ, ანუ ნაჩალნიკმა შალვაია პაპუაშვილისა, ბრძანა ამგვარი რამ მორიგ ჯერზე, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვის, ანუ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. 2 დღის წინ ინტერპელაციის წესით საქართველოს პარლამენტში მისულმა მაკა ბოჭორიშვილმა, მორიგმა ბანდიტმა, საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებულმა, ასევე განაცხადა, რომ საქართველოს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. ცხადია, პირველი განცხადებაც კობახიძისა და მეორე განცხადებაც ბოჭორიშვილისა ტყუილია, მაგრამ ზედაპირზე კი ესდებს, ყოველ შემთხვევაში ეს გვაცნეს, გვაცნობეს, გვითხრეს, საჯაროა ეს განცხადებები. რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ეს ასია, მაშინ სხვაგვარად უნდა ემოქმედათ ან მოქმედებდეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რასაკვირველია ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ცოტა გაუგებარი არის სხვა რამე კიდევ დამატებით. ვერ გავიგე, თუ ევროკავშირი ასეთი ცუდია და საბჭოთა კავშირში დაბრუნებას გავს ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ საერთოდ რატო აცხადებს ან ირაკლი კობახიძე ან მაკა ბოჭორიშვილი ან თუნდაც ჩალვა პაპუაშვილი იშვიათად, მაგრამ მაინც რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. კარგად არ მესმის, ესეთია, აი პაპუაშვილისეული გააზრებით ცუდია ევროკავშირი. მაშინ ახყვნენ საკუთარივე იმ მომხრეებს, მაგალითად პროქსი პარტიებს, ნეიტრალური საქართველო და კიდე რაღაც პარტიები ხო აქვთ ხო? ვიღაც ტიპები, მათ შორის პარლამენტში, რომლებიც ღიად ეუბნებიან, რომ მოდი ღიად თქვათ კავშირი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. არ გამოსდით იმიტომ, რომ კონსტიტუციის 78 მუხლის ამოღება ასე იოლი არ არის. მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა ჰყოლოდათ, ანუ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში უნდა მიეღოთ 100, უნდა გაეყვანათ 114, 113, 114, 115 დეპუტატი და ამ შემთხვევაში დღეს უკვე გაუქმებული იქნებოდა კონსტიტუციის 78 მუხლი, რაღაცა მოახერხეს. შესაბამისად ევროკავშირი ამ საკონსტიტუციო ჩანაწერს ვერ სპობენ, ვერ იღებენ, ვერ აუქმებენ, სხვა რედაქციით ვერ აყალიბებენ და თითქოს მზევლები არიან იმისა, რაც თვითონვე გააკეთეს. სხვა შორის 78 მუხლი მათივე ჩაწერილია, არ მინდა შემეშალოს და 2016 წლის თუ არ ვცდები საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, როცა ირაკლი კობახიძე 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, როდესაც ირაკლი კობახიძე იყო მთავარ ავტორი ამ რედაქციის საკონსტიტუციის. თუ შესაძლოა მანამდეც იყო, აღონც აღარ მახსოვს. კარგი, გავარებოთ ახლა ამას დავე. ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, არ მგონია, რომ ქართველი ხალხი მომხრე იყო საბჭოთა კავშირში დაბრუნების. ერთ-ერთში ადარებს ბანდიტი შალვა პაპუაშვილი საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირში. ჯერ ერთი ევროკავშირში დაბრუნება მთლად ზუსტი სიტყვა არ არის. ჩვენ არ მყოფილვართ, არც არასოდეს ყოფილვართ ევროკავშირში, რომ სადმე დავბრუნდეთ. საბჭოთა კავშირი კი აღარ არსებობს. მეორე გაგახსენებთ თქვენ პირველ ყოვლისა ქართული ოცნების მომხრეებს და ამომრჩევლებს, რომ საბჭოთა კავშირი უფრო ზუსტი რომ იყო საბჭოთა კავშირის წინამორბედი, მშობელი მამა, საბჭოთა რუსეთი არის ჩვენი ამომგდები, პირდაპირ მნიშვნელობით ამომგდები. 1918 წლის 26 მაისს მოპოვებული ძლივს აღდგენილი დამოუკიდებლობა 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა გააუქმა ევროკავშირს, ევროპის კავშირს. ან ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებს არაფერი არათუ არ გაუუქმებიათ სახელმწიფოს გულისხმობს ცხადია. არამედ ყოველ შემდეგ ჯერზე, როცა არ ეზარებათ ჯერაც საკმაოდ ხშირად, ისინი ადასტურებენ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი პატივისცემას. მეცაც გეტყვით, ისინი იცავენ შეძლების დაგვარად ამ პირობებში, როცა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ გადაუხვია ევროკავშირის გზას, ევროკავშირის გზიდან. ისინი დღესაც ევროპელები იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას. მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობას რომ არ იცავდნენ, ევროკავშირის ნებისმიერი სახელმწიფო თუ ყველა არა, რომელიმე ერთი მაინც, ან 2 ან 7 ან 15, ან თლიანად ევროკავშირი პირდაპირ იტყოდა, რომ ფეხებზე მკიდია მე არაღიარების პოლიტიკა. აი ახლა მე ასე მაგალითად არ ვიცი, პოლონეთი ვაღიარებ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას.
საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი აღიარებს ცხინვალისა და აფხაზეთის ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. საბჭოთა კავშირის მტერი სახელმწიფო ესტონეთი, საბჭოთა რუსეთი ან პოსტსაბჭოთა სივრცის რუსეთის მტერი სახელმწიფო ესტონეთი, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, გამიშლობა, ესპანეთი, პორტუგალია თუ გერმანია, ისინი მტრები არიან, იდეაში მტრები არიან, ისინი არ აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეხლა მე გეკითხებით, დარდება ერთი და იგივე არის? ეს ძველი და ნაცადი კგბ-შნიკური, ფსბ-შნიკური ხერხია თუ მეთოდია, რომ გაუტოლო, ხაზგასმით ვამბობ, გაუტოლო რუსეთს სიავეებსა და სისაძაგლეებში რომელიმე სხვა სახელმწიფო. ადრეულ წლებში დაახლოებით 10 წლის წინ, შესაძლოა ოდნავ მეტი, შესაძლოა ოდნავ ნაკლები, ასე ცდილობდა ფსბ თურქეთის გატოლებას რუსეთთან. რა? ირანი თუ თურქეთი? თურქეთი პირველ ყოვლისა. ოკუპანტი არ არის? აქვე ამ სიგიჟესაც შევეწინააღმდეგები და გავაქარწყლებ, რომ ვიცოდეთ მაინც, დიახ, თურქეთს ჭყალებში ოღონდ ოკუპირებული აქვს საქართველოს, ოღონდ საქართველოს მიერ თავის დროზე ოკუპირებული ტერიტორიები. ძალიან მართებულად ვიქნები გაგებული, განსაკუთრებით თამარის ეპოქაში, ოდნავ ადრეც, ოდნავ გვიანდელ პერიოდშიც ცოტაჯერ. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ჩამოყალიბდა მაინც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე. მეორე მსოფლიო ომი დასრულდა 45-ში საქართველო იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. 1991 წლის მიწურულს, 92 წლის დასაწყისში, როდესაც მსოფლიო თანამეგობრობამ ცალკეულმა სახელმწიფოებმა საქართველოს ცნეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მათ აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა იმ საზღვრებში, იმ ფარგლებსა და საზღვრებში, რა ფარგლებსა და საზღვრებშიც იყო, რომელ ფარგლებსა და საზღვრებშიც იყო მოქცეული საქართველოს საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, როცა იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა 79900 კვადრატული 79900 კვადრატული კილომეტრი, რომ ვიცოდეთ მაინც ამ 79, ну დაახლოებით 70000 კვადრატული კილომეტრიდან 20% შესაბამისად დაახლოებით 14-15000 კვადრატული კილომეტრი მიტაცებული აქვს რუსეთს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთს და არა ბრიუსელს, რუსეთს და არა ბერლინს, პარიზს, ლონდონი კი არ არის, ბრიტანეთი კი არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ლონდონს, ვარშავას, პრაღას და რა ვიცი კიდევ ნებისმიერ ქვეყანას, პრაქტიკულად ყველა ქვეყნის დედაქალაქს რომ მოვინდომო, კი ვიტყვი, ალბათ ხვდებით. ეხლა ნახეთ რას ბრძანებს ეს ბანდიტი პაპუაშვილი. და როდესაც პაპუაშვილს მოვითავებ თქვენის ნებართვით ბოლომდე არ ჩავყვები, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელი განცხადებაა და რომელსაც ამგვარ განცხადებებს სულ უფრო იშვიათად უნდა ვუპასუხოთ ხოლმე და ჩვენი უნდა შევქმნათ დღის წესრიგი, ეგრეთ წოდებული აჯენდა, აქეთ გზდიოს შალვაია პაპუაშვილმა. მაგრამ იშვიათად რაღაცა გვიხდება, ხო გვიწევს ხოლმე კომენტარის გაკეთება, აქედან გამომდინარე თავისუფლებას ვაძლევ კიდევ ერთხელ ვილაპარაკო მასზე და სწორედ მასზე. ნახეთ რას ამბობს. უნდა ავირჩიოთ, უყურეთ რას ამბობს. ხელმძღვანელობა საკუთარი ქცევით გვაჩვენებს, რომ ჩვენი თავი უნდა ვიგრძნოთ როგორც მცირე ერმა, ტყუილებად ამბავია ეს. ეს არის თანავარსკვლავედი. აი, ვარსკვლავები ხო გინახავთ ევროკავშირის დროშაზე. ევროკავშირის დროშაზე დატანილი ვარსკვლავები დადასტურება ან მადასტურებელია იმისა, რომ ყველა ვარსკვლავი იქ 12-ია, მაგრამ ყველა ვარსკვლავი ევროკავშირში შემავალი ქვეყანა ინდივიდუალურია, თვითმყოფადია, პატარა არ არის, საქართველო არ არის პატარა, უმცროსი ძმა გერმანიაზე ან საფრანგეთზე ნაკლები. არ ვიცი, პირობითად რაღაცა დამფუძნებლები არიან ამ ევროკავშირისა, იმიტომ ვახსენეთ, რომ სხვა ქვეყნების ხსენებად შემეძლო. ამიტომ რასაც ახლა ამბობს ეს პატივცემული, პატივარსაცემი, ხო, და რეალურად საცემი, პატივარსაცემი, თორე კარგად გამოვიდა, ხო, ჩაჯდა. საცემი პირდაპირ მნიშვნელობით ნუ გაიგებს მაინც და მაინც ალიყურის არტყმას არავინ არ გულისხმობს. ეს არის ტყუილი. ჩვენ თავი ვიგრძნოთ როგორც მცირე ერმა, რომელიც უნდა დაემორჩილოს სხვა ერების მითითებს, სხვა ერების, ანუ ას გონია, რომ ჩვენ და ბულგარელების ერი რაღაცია, ბულგარეთი ან გერმანია, ჩვენ მათ მითითებებს უნდა გერმანელებს უნდა დავემორჩილოთ. არა,
ბატონებო, თუ მაინც და მაინც ლაპარაკი არის ან მიხავს აწა მიგითხავს ბოლომდე და კარგი ვქენი. თუ იქითკენ მიხავს რომ იქ არის კანონები, საერთო ევროპული კანონები. საერთო ევროპული კანონმდებლობა, რომელსაც ესადაგება, რომლის ჩარჩოებშიც არის მოქცეული ცალკეული სახელმწიფოების კანონები, კანონმდებლობა, ხო, მათ აქვს დემოკრატიის დიდი ტრადიცია, შედარებით დიდი ტრადიცია. ვიდრე ჩვენ გვაქვს. სხვა თუ არა სულ მინიმუმით ვიხლა. ბევრი ვარ ვილაპარაკო გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აქვს. ოღონდ მე ამას სულ მინიმუმ ვამბობ, ხა მე შემიძლია აქ ვილაპარაკო გაცილებით დიდ ტრადიციაზე, უშუალოდ საფრანგეთში, უშუალოდ გერმანიაში. მე შემიძლია დავასახელო ფილოსოფოსები, რომელთა ნაშრომების წესით ბაბუაშვილს, როგორც გერმანიაში კურსდამთავრებულს, უნდა წაეკითხა. მე შემიძლია ვისაუბრო ათობით არა, ასობით ფილოსოფიურ მიდგომაზე, დემოკრატიის ტრადიციაზე და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ევროკავშირის დაფუძნების პერიოდიდან ვლაპარაკობთ, დიახ, ევროკავშირის დაფუძნების პერიოდიდან სულ მინიმუმ 50 წლიანი, კი არა მეტი, 70 წლიანი უპირატესობა აქვს ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში შეუერთდნენ ამ სივრცეს. და თუ გვასწავლიან, ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ საბჭოთა მარწუხებში მოქცეულები ბუნებრივია რომ ვერ ვითარდებოდით რამდენადაც საბჭოთა მარწუხები იყო წაშინდელი ბარემ გადავახტები და ვიტყვი. ესე იგი 21 წელს მოახდინეს ჩვენი ოკუპაცია როგორ ადარებს საბჭოთა კავშირმა. ევროკავშირს მსგავსი არ გაუკეთებია არასოდეს. 24 წელს დახვრიტეს ჩვენი აჯანყება, ანუ თავისუფლებისთვის მებრძოლებს დაამარცხეს და რეპრესიები მოაწყეს. 20-იანი წლების მიწურულამდე 30 წლამდე იყო საშინელი რეპრესიები, 30-დან 39-მდე, 40-მდე იყო საშინელი რეპრესიები. საბჭოთა კავშირს როგორ შეიძლება შეადაროდა საბჭოთა რუს ხალხს ევროკავშირის ნებისმიერი სახელმწიფო ან ევროკავშირის ნებისმიერი ან ევროკავშირი მთლიანად როგორც სივრცე ან ევროკავშირის ნებისმიერი სახელმწიფოს რომელიმე ერის სახელმწიფო ქვეყანა. როდესაც ისინი იყვნენ, საბჭოთა კავშირი იყო მტერი შენი დამოუკიდებლობისა, ესენი კი შენი დამოუკიდებლობის ხელშემწყობლი, გამაძლიერებელნი არიან. ბრიუსელი დღეს მზად არის მხოლოდ კონფრონტაციისათვის და დიალოგი მათი სამუშაო არცელიდან გამქრალი არის. ამას იმიტომ ამბობს, ამას უნდა ბრიუსელთან დიალოგი. იმიტომ ამბობს, რომ ბრიუსელის მხრიდან ლეგიტიმაცია მოხდეს. არ მოხდება ლეგიტიმაცია. პირდაპირ ვამბობ, პაპუაშვილების ბოდიში სხვებს არ ვერჩი ცხადია, მაგრამ პაპუაშვილების ჯარი რომ დადგეს ბრიუსელის ცენტრალურ ქუჩებში ან ევროკავშირის ოფისთან არ მოხდება აღიარება ცივილიზებული სამყაროს მიერ თუ მხრიდან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა რამდენადაც იმ შემთხვევაშიც კი 26 ოქტომბრის არჩევნების სამართლიანად და სამართლებრივად ჩატარდა, რაც არც მომხდარა. უკვე ამის შემდგომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, რუსულმა ოცნებამ ჩაიდინა ისეთი დანაშაულები ქართველი ხალხის და ევროპის და ცივილიზაციის და კაცობრიობის და ადამიანების წინააღმდეგ, რომ სულ ლეგიტიმურად ყოფილიყვნენ ისინი არჩეულნი, ავტომატურად დელეგიტიმირებულნი არიან, რამდენადაც ისინი იმ მანდატით არ მოქმედებდნენ, რა მანდატიც მათ მიანიჭა ქართველმა ხალხმა, იმ შემთხვევაშიც კი 26 ოქტომბრის არჩევნები იყო სამართლიანი ქართული ხალხის ნაწილი. ანუ მათმა ამორჩეველმა, მათ ამორჩეველს არ შეუკვეთავს მათთვის, რომ დაარბიეთ ჩემი მეზობელი, ჩემი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი ახლობელი, მოწამლეთ, დაწამლეთ, უღალატეთ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსი, გამოვაცხადეთ, რომ შეაჩერეთ ევროპული ინტეგრაცია 24-28 ნოემბერს გამოვაცხადეთ, დაუშინეთ ქიმიური იარაღი გარკვეული ალბათობით და ქიმიური იარაღი რომც არ ყოფილიყო, ასე დაწამლეთ ხალხი. ეს მანდატი ამორჩეველს მილიონ 100,000 ხო არ ხავთ, მაგრამ თქვათ მილიონ 100,000 ამორჩეველს მათთვის არ მიუცია აქედან გამომდინარეც დამატებით ისინი არალეგიტიმურნი არიან. ბრიუსელი დღეს მზად არის მხოლოდ კონფრონტაციისთვის და დიალოგი მათი სამუშაო არცელიდან გამქრალია. ქართულ ხალხთან დაკავშირებით მხოლოდ კონფრონტაცია, მითითება და დირექტივა. მან დირექტივა არ არის, ეს არის არც კონფრონტაცია, არც მითითება და არც დირექტივა. ეს არის რეკომენდაცია, თორე ჩვენი თავი ამ თვალსაზრისით, ჩვენი სვე, ბედი, მომავალი გვეყუდვის ჩვენ ბრიუსელს რომ სდომოდა შეერთებულ შტატებს ბრიუსელს ან ზოგადად დასავლეთს გარწმუნებთ, უშუალო პაპუაშვილი დღეს თანამდებობაზე არ იქნება სხვაშორის ერთ-ერთი ჩინოსანი იყო შესული კიდე როდის, ანუ ბაიდენის პერიოდში შეხვდა ირაკლი კობახიძეს.
სწორედ ამ გვარ თემებზე იყო საუბარი. ბაიდენის პერიოდია, ბაიდენის ეპოქა აქ ვიმეორებ. შესაბამისად არის 24 წელი, 25 წლის იანვრიდან ბაიდენი გადის ოვალურ კაბინეტიდან. აი ეს 2-3 თვე 26 ოქტომბრიდან 20 იანვრამდე. და ელაპარაკებიან 100%-იან ინფორმაციას ზიარებთ გიმხელთ. ელაპარაკებიან და კობახიძემ დაიწყო სწორედ ამ ევოლუციის ცდელობა იყო მე-7-ით ამბობს, მე-9-ით ამბობს, 29-ით ამბობს და ასე შემდეგ და ისიც იმაშიც კი მიედავა კობახიძე ბანდიტი ამერიკელ კოლეგას რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბაიდენის ადმინისტრაცია ჩვენო გადატრიალებას ვიწყობსო თქვენო არ გინდათო რომ და ასე შემდეგ. ეს მაღალჩინოსანი მიუტრიალდა ინაგრი კობახიძეს და უთხრა რომ deep state-ი და შეერთებული შტატები და deep state-ი რო გებრძოდეთ თქვენ ახლა ჩემს წინ არ იჯდებოდით. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ და მართლაც ვერ წარმოუდგენიათ მათ რა ძალის ფლობელია, რა ძალა აქვს შეერთებულ შტატებს. მართლა მადურო მოიტაცა და კობახიძის თმის ღერებიანა შტაიტაცებდნენ. მოვიგონა ეს სიტყვა. გავანებოთ თავის ისე იგი ამასაც ვიტყიბოდის ვიხდი თავის დროზე საქართველოს სახელმწიფო მიიღო განაცხადება რომ მიუხედავად იმისა რა პოზიცია ექნებოდა მოსკოვიდან დაფიქსირებული ამ პოზიციების მიხედვით არ აეწყო საკუთარი პოლიტიკა არამედ აეწყო საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ამბობს ამას საქართველოს ეროვნული ინტერესების მტერი კაცი შალვა პაპუაშვილი ახლა თქვენის ნებართვით ერთი პირის განცხადებაც უნდა წაგიკითხოთ და ამის შედეგად უკვე გავანებოთ ყველაფერს თავი ეს პირი არის ვაჟი ივანიშვილისა, ცოტნე ივანიშვილი, რომელიც ამბობს: დარწმუნებული ვარ, სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მოვახერხებთ, რომ მეტი საუბარი დაინერგოს და ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივო. ცხადია, ცოტნე ივანიშვილს ეს განცხადება მამამისთან შეთანხმების გარეშე არ გაუკეთებია. ანუ ბიზინა უთხრა, შვილო ეს თქვიო და მანაც შვილმა დაუჯერა მამას. მაგრამ მე მინდა მას მივმართო ერთის მხრივ და ახსნა კარგად. პოლარიზაციის მთავარ ავტორი არის ბიზინა ივანიშვილის მიერ ფორმალურად. ბიზინა ივანიშვილის მიერ ხელდასმული მისივე ხელის ბიჭები. შალვა პაპუაშვილი როცა ამბობს იმას, რაც თქვა და რაც გაგაცარით მისი ნაწილი, ამ განცხადების ნაწილი გაგაცარით ამ 3 წუთის წინ, შალვა პაპუაშვილი უშუალოდ არის პოლარიზაციის მთავარ ავტორი. თუ ცოტნეს, მის ძმას ბერას, მის დას, მის კიდევ უფრო ძმას უტას, ოჯახს, ამ საქართველოს მართველთა ოჯახს, მართლაც უნდა დებატი, უალტერნატივო მიაჩნია, რომ დებატები უნდა გაიმართოს. მოვიდნენ მაგალითად ტელეკომპანია ფორმულაში. აი ცოტნე მოვიდეს ტელეკომპანია ფორმულაში და გავმართოთ დებატები პაპატიმრებულების ამის ხმის უფლება შესაძლოა არ მაქვს რა 20 პატიმრებულების მეგობრებთან ოჯახის წევრებს არ გავვრებ ამ ამბავში. აი მეგობრები გამოვლენ და მათზე ახალგაზრდა ცოტნე, მაგრამ ცოტნე მოისმინოს როგორც უფლისწულმა. რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლების ქვემდებარე წანაზარდმა სასამართლო ხელისუფლებამ, ანუ მურუსიძის კლანმა. ცხადია გააკეთა კობახიძის პაპუაშვილის დინარაძის და სხვათა დავალებით, კალაძის დავალებით, კალაძე გამორჩა თავიდანვე უნდა მეხსენებინა როგორც ანტიდასავლელი, ანუ ანტიკართველი, ანუ სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი კაცი. ხო უნდა ფიცი წამს, მაგრამ ბოლო მუდმივად მაკვირვებს. ეს არის სადღეგრძელო შვილო ცოტნე მეთქი ასე უნდა მეთქვა, მაგრამ არც შვილოთი მიმართავდა, არც ძმაოთი მიმართავდა. ცოტნე ივანიშვილო. დარწმუნებული ვარ სამშობლოს სიყვარული. თუ სამშობლოს ამაში დარწმუნებული ხარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში. მაშინ აგე რუსთაველის გამზირზე გამოდი რა. ერთხელ და მოусმინე აი ჭიჭინაძის კუთხეში მყოფ ადამიანებს. გასაკვირველი ამას არ ისა. მაგრამ ისე თუ კარგი რთულია, მე არ ვკაბათობ. რთულია მისვლა რუსთაველის გამზირზე. აქ არიან ამ რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდები. ან სხვადასხვა საკითხი დაელაპარაკე. შენთან აბასთუმანში თუ შენთან თბილისში თუ შენთან ჭორბილაში თუ შენთან მეოთხე შეკვეთილში კი არ დააპატიჟო ისინი. არამედ დაელაპარაკე. აი მაგალითად მედია დებატი შედგეს თქვენსა და ახალგაზრდებს შორის. თუნდაც იმედზე. ოღონდ იმედზე და
იმედზე უმჯობესია ალბათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნეიტრალურ წამყვანს უნდა მიხავდეს ეს დებატი. მე პერსონალურად თქვენთან არც შენთან არც დებატი მინდა და არც არაფერი. მე კარგად ვიცი, რომ მამა თქვენი ბიზინა ივანიშვილი არის ქვეყნის ამონგდანის დამსმელი საქართველოს სახელმწიფოებრივ სხეულზე. ამიტომ მე არც თქვენ გენდობით, არც მამა თქვენიც რომ მოვიდეს ამ დებატებზე, მაღალი ალბათობით არ მივალ ამ დებატებზე და შენ სიმართლეს კი არა ობიექტურ სიმართლეს არც მივახლი პირში, იმიტომ რომ შეაყარე კედელს ცერცვის ამბავია, შეაყარე ბიზინას ცერცვის ამბავი არ მოეკიდება, ხო, ჩამოსცრივდება, მაგრამ უთუოდ გამოჩნდებიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც თქვენ გეტყვიან სიმართლეს და თუ მაინც და მაინც ესეც არ გინდათ, შალვა პაპუაშვილი ამ სიძულვილის მრქვეველი ჩაანაცვლოს მამა თქვენმა შედარებით უკეთესი ყავდა კადრით. ყავდა ასეთი კადრები, თუ გულახდილები ვიქნებით, ყავდა ბიზინა ივანიშვილს ნაკლებად შესაზიზღი ტიპები. მაგალითად კვირიკაშვილს ვერ მოაბრუნებთ, იმიტომ კი რომ კონკრეტულად კვირიკაშვილს ლაპარაკობ, ცხადია არა. კვირიკაშვილი მაგალითად კუჭავა. ანუ ნორმალურ გარემოში რომ გადაიყვანოთ, უნდა დახსნას, სხვა სიტყვას არ ვიხმარ, უნდა დახსნას ბიზინა ივანიშვილმა დაახლოებით 20, მე მგონი ბევრს ვამბობ. 12-15 კაცი. საქართველოს დე-ფაქტო მის მიერვე დასმული საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებიდან. ეს არის ყაველაშვილი, ეს არის კალაძე, ეს არის მდინარაძე, ეს არის პაპუაშვილი, ეს არის კობახიძე, ეს არის ვოლსკი, ეს არის ცულუკიანი, ეს არის რუხაძე და ასე შემდეგ. მთელი მთავრობა, მოდი ასე ვიტყვი, 15 კაცზე მეტი გამოდის და ერთი 10 დეპუტატი და აი ამ ტიპებს, რომლებსაც შავ ფულს აძლევენ პარტიიდან, დიმიტრი სამხარაძეები თუ სხვები და სხვები, ხო, ონლაინ მედიას ფოფხაძისა, რაღაცა რადიო მედიას იმ რა ქვია, ზაზა შათირიშვილისა თუ გორგილაძისა, სხვებს ფული არ მისცეთ. ფული არ მისცეთ, აი ეს პოლარიზაცია, როგორც ასეთი რაზეც თურმე ვიზიტელი ის ენაზე არა. კარგი არ ვიტყვი, კალაძის ენაზე ვიტყვი. შეწუხებულია სოტნე უფლისწული ივანიშვილი, ხო ეს პოლარიზაციას აღმოიფხვრება და გასაკვირველია ხა მთავარი ეს რო არ დამავიწყდეს პატიმრები უპირობოდ ბოდიშის მოხდითთან გაანთავისუფლოს სანამ გადადგება თანამდებობიდან ყაველაშვილი ნორმალური გარემო შექმნათ მამა თქვენმა მე გაეცალოს პოლიტიკას გადააბაროს ხელისუფლება არა მიშა სააკაშვილს თუ გახდეს კანკალ ცახცახი იმასთან დაკავშირებით რომ მიშა სააკაშვილი დაბრუნდება ერთ ვერ დაბრუნდება ასტიშნავს დაბრუნდება წად იყო თქვენი რომელიმე პაპუაშვილი ადამიანები მიშა სააკაშვილის ხელისუფლებას რომ ეწინააღმდეგებოდნენ ეს ერთი და კიდევ უამრავი ნორმალური გარემო შექმნას კოალიციურ მთავრობას გადააბაროს ხელისუფლება და შექმნათ შექმნით ნორმალური გარემო აი ეს არის მთავარი წინააღმდეგ შემთხვევაში პაპუაშვილი გამოვა ყოველ 2 დღეში ერთხელ არა გამოვა ყოველ 20 დღეში ერთხელ ავიღებ და დავახურავ თავ და მე არა ჩემზე არ არის დასახურებელი ექნება თავზე როგორც არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტერს მესამე რიგის მტერს თორე პირველი რიგის მტერი კი იცით ვისაც გულისხმობ თქვენი ოჯახის წევრია და ასევე როგორც ამ პოლარიზაციის გამაღრმავებელს რომელმაც ხვალზე შეიძლება მკვლელობები განაპირობოს ან დაპირისპირებები გამოიწვიოს ქუჩაში ადამიანებს შორის და ეს შექმნით თქვენმა ოჯახმა თქვენმა კლანმა და თქვენივე მოსაწმენდია ეს კაკი აპატიეთ კი არა არც მაპატიოთ თუ გნებავთ ნახვამდის